ირანული დრონის მიერ ნახჭევანის აეროპორტზე მომხდარ თავდასხმას ბაქო უპასუხოდ არ დატოვებს. ასეთია აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოზიცია. 5 მარტს განხორციელებულ დარტყმას ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ამაზღზენი ტერორისტული აქტი უწოდა და თეირანი მოსალოდნელი შედეგების შესახებ გააფრთხილა. Qarşı, Azərbaycan dövlətinə qarşı აზერბაიჯანის ტერიტორიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ირანის მიერ ტერორისტული აქტი განხორციელდა. ირანის რესპუბლიკის მიერ გაშვებული უპილოტო საჰაერო ხომალდის ცეცხლში მოყვა ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია. თავდასხმის სამიზნე იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ნახჭევანის საერთაშორისო აეროპორტი და მისი ტერმინალის შენობა, სკოლა და სხვა სამოქალაქო ობიექტები. აზერბაიჯანის სახელმწიფო მკაცრად გმობს ამ ამაზრზენ ტერორისტულ აქტს. დამნაშავე პირები დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯონ. ის უსინდისო დამნაშავეები, რომლებმაც ეს ტერორისტული აქტი ჩვენ წინააღმდეგ ჩაიდინეს, ამას ინანებენ. უმჯობესი არ გამოსცადონ ჩვენი ძალა. მათ, ვინც ამას წარსულში აკეთებდა ოპერაციის ფარგლებში სახელწოდებით რკინის მუშტი, თავის ქალაქ გაუხეთქეს და დღევანდელი მოვლენებიც იმავე შედეგამდე მიგვიყვანს. შესაბამისად უნდა მომზადდეს ყოვლის მომცველი სამოქმედო გეგმა. ასევე გაიცა შესაბამისი მითითებების საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ. etiraz notası veriləcək. Digər სატელეფონო საუბარი შედგა აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. მომხდარის გამო აბას არაღჩიმ შეშფოთება და გამოძიების დაუყოვნებლივი დაწყების შესახებ მზაობა გამოთქვა. მოგვიანებით თეირანმა განაცხადა, რომ ირანს არ გაუშვია დრონი ნახჭევანის მიმართულებით. პასუხმა არ დააყუნა ბაქოდანაც. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ირანული მხარე სიცრუეში დაადანაშაულა და კვლავ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. მომხდარით უკიდურესად შეშფოთებულია აზერბაიჯანის დიდი ხნის მტკიცე მოკავშირე თურქეთი. ანკარა აცხადებს, რომ როგორც ყოველთვის მომავალშიც განაგრძობს ბაქოს მხარდაჭერას. ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადება, რომ ისინი პატივს სცემენ ყველა ქვეყნის, განსაკუთრებით მუსლიმანური და მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტს და ამავდროულად აზერბაიჯანზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმების უარყოფა ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება მისაღებად. ტექნიკური საშუალებების მეშვეობით დამტკიცდა, რომ 4 უპილოტო საფრენი აპარატი ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ მიმართული იყო ნახჭევანის რაიონის მიმართულებით თავდასხმების მოსაწყობად. აღნიშნულის თვალისწინებით ველით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები შეწყვეტენ აშკარა უარყოფას, ბოდიშს მოიხდიან ინციდენტისთვის და უზრუნველყოფენ, რომ პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ ირანის შესაბამისი ორგანოების მიერ. 5 მარტს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ნახჭევანის საერთაშორისო აეროპორტს ირანულმა დრონმა დაარტყა. კიდევ 2 უპილოტო საფრენი აპარატი კი სოფელ შაკარაბადში მდებარე სკოლასთან ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად 4 სამოქალაქო პირი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით ილჰამ ალიევის მკაცრი რიტორიკა და მტკიცე პოზიცია ჰგავს 2024 წლის დეკემბერში აზერბაიჯანული ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდებისას გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ღია დაადანაშაულა მოსკოვი. 5 მარტს გაკეთებული განცხადებისას ილჰამ ალიევი თავის სიტყვაში უფრო შორს წავიდა და გაიხსენა წარსულში მომხდარი რამდენიმე ინციდენტი, რომელიც მისი თქმით ირანის მიერ იყო ორგანიზებული აზერბაიჯანის მოქალაქეების წინააღმდეგ. ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, თეირანმა იცის, რომ ბაქო არის იმედის წყარო ირანში მცხოვრები ბევრი აზერბაიჯანელისთვის. მან ვეთქვა, რომ მიუხედავად ამჟამად არსებული დაძაბული ურთიერთობისა, ბაქო არც ახლა მონაწილეობს და არც მომავალში აპირებს თეირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას, რადგან ილჰამ ალიევის სიტყვებით, აზერბაიჯანს რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა სურს.